და ბევრი საინტერესო თემა წამოგვეწია მას შემდეგ, რაც მე შევათანხმე, რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით დღევანდელი გადაცემის სტუმარი. რასაკვირველია, მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო სწორედ აი ამ ახალი რეპრესიებით, რომელიც დაგვიანონსა ოცნებამ და არნახულად სწრაფი ტემპით რომ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული კანონის სახით. რა შეფასებას აძლევთ თქვენ ამას? მე მოგვიანებით მაყურებელს წაუკითხავ, საინტერესო იყო ძალიან გიორგი მშვენიერაძის იურისტის განმარტება, ცოტა ხანში ამასაც წავიკითხავ პირდაპირ ეთერში, მაგრამ აი თქვენ რომელსაც ადამიანს, რომელსაც გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის უცხოელებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობა, შესაძლებელია დადგეს დღე და თქვენც გამოგაცხადონ მტრად და ჯაშუჭად. ისეთი განცდა რჩება, რომ საერთოდ ალბათ როგორც საბჭოთა კავშირში იყო რაიმე კავშირი, კონტაქტი პარტნიორებთან, უცხოელ პარტნიორებთან შეიძლება ჩაგვითვალო ყველას დანაშაულად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს ცვლილებები და მაშინ როდესაც არც კი ველოდით რა სიგიჟე შეიძლება ახალი შემოეთავაზებინა ჩვენთვის იმის შემდეგ, რაც ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები ციხეში გაუშვეს, უცებ წამოგვაწიეს ეს რეპრესიები. მე მხვდა არაერთგზის პრივილეგია, რომ აგენტად მიწოდეს არასანდო ადამიანად, ასე რომ ამ მხრივ უცხო ალბათ არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ ახლა მივდივართ იმ ტრაექტორიით, როდესაც შეფასებითი საკითხისგან შეიძლება გადავიდეს სამართლებრივ კატეგორიაში და აი სწორედ ამ ტენდენციის მოწმენი ვართ. ჩვენ გავხდით აკრძალვების ქვეყანა. ჩვენ არ ვართ დღეს ინოვაციების, წინსვლის, მოდერნიზების, რეფორმების, ჩვენ ვართ აკრძალვების ქვეყანა და ეს დამკვიდრდა ერთგვარ სტილად, ჩამოყალიბდა ერთგვარ მოდად, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ აკრძალვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა ალბათ არის კრიტიკული აზრისა და ინფორმირებული აზრის ამოძირკვა ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრციდან. აი ეს გრანტების კანონი, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, ქალბატონო ინგა, რომელიც მიმართული არის სწორედ რომ სადაც ხდებოდა ინფორმირებული აზრის ჩამოყალიბება, ხელშეწყობა კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორზე პირველ რიგში და არა მარტო სამოქალაქო სექტორზე, პოლიტიკურ პარტიებზე და მედიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვქონდეს უამრავი კითხვა ნებისმიერი ამ სფეროს მიმართ, მაგრამ აქ ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ თავს თუ ვდებთ, რომ ობიექტურობაზე მედლის ორივე მხარე უნდა დავინახოთ, მაგრამ აი მთავარი ალბათ ამოცანა ეს არის, რომ ყველა ერთ სტანდარტს მოერგოს და ამ სტანდარტს ქვია, რასაც ჩასძახებ, იმას ამოსძახებ. და თუ ამ სტანდარტს არ მოერგები და ვერ მოერგები, მაშინ ჩვენ მოვისმინეთ ამის თაობაზეც ძალიან მკაფიო განაცხადი. არ მოგწონთ არსებული სტანდარტები, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მათი გადმოსახედიდან დატოვოთ ქვეყანა. აი სწორედ ბილეთებსაც დაგისუბსიდირებთ. აი სწორედ გვახსოვს ივანიშვილის. რა თქმა უნდა, ამდენად სწორედ ის, რომ ფაქტიურად ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ასეთი ინიციატივა მიმართული არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ საკუთრების უფლება საკუთარ ქვეყანაზე და ნაცვლად მასპინძლებისა იქცენ სტუმრებად, სტუმრობაში ხომ არადიული და სამის დღემში არ არის. ერთხელ და საბოლოოდ სტუმარი, რომელიც არ ეთანხმება მასპინძლის მიერ დაწესებულ კანონს და სტანდარტებს, ისტოვებს კონკრეტულ ბინას, ტერიტორიას და ასე შემდეგ. აი კიდევ ერთხელ რომ ჩვენ დავასვათ, რომ ეს ალბათ საბოლოო ჯამში სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ კრიტიკული მასა ამა თუ იმ ფორმით განულდეს ქვეყანაში და კიდევ ერთი შედარება, ზუსტად ერთ წუთში ჩავეტევი. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და რუსეთის არაერთი მოქალაქე საქართველოშიც გადმოვიდა, სხვა ქვეყნებში და ათასობით მოქალაქეში იყვნენ განათლებული, ესეთი ინფორმირებული და საკმაოდ დაწინაურებული ცნობიერების მქონე რუსეთის მოქალაქეები. ყველას გვიკვირდა, რომ რატო დაუშვა პუტინმა, რატო დაუშვა რუსეთის ხელისუფლებამ ის, რომ გახსნა საზღვრები და ეს ხალხი არ ჩატოვა ქვეყნის შიგნით. ეხლა შეიძლება ძალიან უხერხული ანალოგია არის და უხერხულობას ქმნის სწორედ ის, რომ მეც და თქვენც ქართველები ვართ და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ სამშობლოზე და რასაც არ უნდა ეხლა ჩვენ რაოდენ კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ, ის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ასე თუ ისე, ავა თუ ცუდად განასახიერებენ ქვეყანას, წარმოადგენენ მის გარეთ, ალბათ სტანდარტი ამ შემთხვევაში, რომ აი ეს კრიტიკული აზროვნება მაქსიმალურად განიდევნოს ამა თუ იმ ფორმით
და დარჩეს აბსოლუტურად მორჩილი, არაინფორმირებული. ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი გასაშუალოებული მოთხოვნების მქონე, ალბათ საბოლოო მიზეზი და საბოლოო შედეგი ჩვენ ამაში უნდა დავინახოთ. არადარა დასანანი არის, რომ დრო სწრაფად გარბის, ჩვენს ირგვლივ რამდენი რამ საინტერესო ხდება, გინდ რეგიონში და გინდ რეგიონის მიღმა და ჩვენ ამ დროს რით ვართ დაკავებული და რას ვახარჯავთ ჩვენს რესურსს. ჯერ კიდევ არ ვიცით ალბათ ბატონო ვიქტორ, რას ვახარჯავთ ბოლომდე, იმიტომ რომ ყოველი ახალი დღე არის რაღაც ახალ-ახალი სიურპრიზების. ძალიან სწორი იყო ეს ანალოგია, ანუ რუსეთიდან ზუსტად იგივე ხდება და მართლა იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში. ხა მე მოვესწარი და ვიცი ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ხო? სრული იზოლაცია, რომელშიც ისედაც არის ეს ქვეყანა და წინ კიდევ გველოდება სრული იზოლაცია, არ მოგწონთ ეს ქვეყანა? წადით ყველანი და ყველაზე მძიმე არის აი ეს საბჭოთა რიტორიკა, იმიტომ რომ რეალურად ეს ხო იქამდე დადის აგენტები, აი როგორც საბჭოთა გასულ საუკუნეში იყო იმპერიალისტების ჯაშუშები, ანუ თუ ვინმეს რაიმე შეხება ქონია უცხოელებთან ყველანი ეჭვმიტანილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობაში და რა მძიმეა ამაზე საუბარი მაშინ, როდესაც სულ რამდენია, ძალიან ცოტა მოკლეა ისტორიისთვის ის პერიოდი, რაზეც ახლა მომიწევს თქვენთან საუბარი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, რომ არა სწორედ მათი დახმარებები პირველ რიგში მათ შორის ფინანსური, პოლიტიკურთან ერთად, ეს ქვეყანა რა მდგომარეობაში იქნებოდა და კურიოზული ისაა, რომ თავად ამ არასამთავრობო სექტორში საერთაშორისო გრანტებით დაფრთიანებული კოლექტიური კობახიძე და კოლექტიური პაპუაშვილები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაგვიკანონონ ეს ერთპარტიული დიქტატურა. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ამ ხალხისგან წამოსული ინიციატივა, როგორ ხედავთ? აი ხედავთ ხო ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს? ეს არის აი სწორედ მაგ სექტორში დაფრთიანებული ახალი მეოცნებების დღეს ვინც მთავრობის მართვის სადავეებს ფხრობს, მათგან წამოსული ეს გადაწყვეტილება, თუ ეს შესაძლებელია იყოს ივანიშვილისგან, პირიქით მათთვის გაცემული დირექტივა, რომ ბოლომდე დააჭირე დგას, ან სულაც მოსკოვიდან მიღებული უკვე ნაცადი, ვინაიდან თქვენს ანალოგია ახლა მოიყვანეთ პირდაპირ ეთერში, უკვე ნაცადი გზა, როგორ უნდა განდევნო ქვეყნიდან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები. ძალიან რთული შეკითხვა არის, რთული თავისი სიმძიმის, მძიმე შეკითხვა არის, ვინაიდან მოითხოვს ჩემგან ძალიან უსიამოვნო პასუხს და მე რომ ეს პასუხი არ ჩამოვყალიბო ისე როგორც მე წამს, მაშინ არც საკუთარ თავთან ვიქნები მართალი, არც თქვენთან და არც ჩვენს მსმენელთან და მაყურებელთან. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება დღიდან მისი დამოუკიდებლობის აღდგენისა არ იყო იდეალური. და არა თუ იდეალური, არამედ ოპტიმალურთან მიახლოვებული. მაგრამ ალბათ თუ კარგად ამ განვითარების ისტორიაში ყველა დებდა თავის აგურს იმ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობისა, რასაც რითაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვტრაბახობდით. ეს ტრაბახი რამდენიმე ელემენტზე გადიოდა. პირველი იყო ის, რომ ქვეყანამ იპოვა საკუთარი ადგილი რეგიონულ გეოპოლიტიკაში და გეოეკონომიკაში და ეს არ იყო მარტივი ამოცანა, ვინაიდან საბჭოეთის ყრიადიდან გამოსულ ჩვენ გვჭირდებოდა ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომ ჩვენი გამორჩეულობა, ჩვენი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი გვეპოვნა. და ეს პროექტები, რომლებმაც ქვეყანას შეზინა ჩვენ ამაზე გვისაუბრია ფუნქცია, სარგებელი და საჭიროება, სწორედ ჩვენი ხმა გააგონა სხვებს. ასე რომ ეს იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და არსებითი მონაპოვარი. შემდეგი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ მონაპოვარზე და მინდა ძალიან ლოგიკურად და ორგანულად მოვიდე თქვენს შეკითხვამდე, იყო ის, რომ ესე იგი როცა ოპტიმალურზე ვსაუბრობდი, ახლა არც დემოკრატიის ხარისხით ვიყავით ჩვენ განსაკუთრებულად გამორჩეული, მაგრამ ასე თუ ისე დემოკრატიის ხარისხი საქართველოში შედარებით მაინც იმაზე მაღალი იყო, ვიდრე ჩვენ სამეზობლოში. და არა მარტო უშუალო სამეზობლოში, არამედ სამეზობლოს მიღმა. ესეც ერთგვარად ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი იყო. ეს იყო ის, რითაც ჩვენ სამართლიანად ვტრაბახობდით. ვიმეორებ, დემოკრატია სისტემა, პოლიტიკური სისტემა, რომელსაც მრავალი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ შედარებით სხვებზე უკეთ ვიდე, სხვებზე წინ ვიდექით. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა დღევანდელ სიტუაციაში შეგვიძლია საქართველოს პოზიციონირებაზე ვისაუბროთ მრავალ მხრივ, მაგრამ საქართველოს არ იყო მხოლოდ საქართველოსათვის. საქართველოს იყო დასავლური ინტერესების მაპროეცირებელი რეგიონში. შესაბამისად ქართული ისტორია წარმატებული, ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი წარმატებულობის ისტორია. ეს იყო იმ დასავლური ინვესტიციის პოლიტიკური, ფინანსური, უსაფრთხოების კუთხით, ემოციური იქნება და ადამიანური, ცოდნაზე დაფუძნებული ინვესტიცია, რომელმაც ჩვენ გავხადა არა მარტო ჩვენ გამოგვარჩია რეგიონისგან, არამედ რეგიონსაც უჩვენა დასავლეთთან ურთიერთობა, მასთან საპარტნიორო კავშირი, ფაქტობრივად დომინოს ეფექტის. ჩვენ ვიყავით ერთგვარი სადემონსტრაციო მაგალითი. სწორედ ეხლა როდესაც მოვდივარ თქვენს შეკითხვამდე, ეს ყველაფერი ფაქტიურად იქნა განულებული, როგორც დასავლურ პოლიტიკურ ლიტერატურაში იტყვიან, დაკენსელებული, გაუქმებული და რეალურად ჩვენ ვხედავთ, როდესაც იქნება ისტორია ხელახლა, რომ ეს მემკვიდრეობა, ეს დიდი საგანძური ისტორიული არის მივიწყებული. ეს არის ძალიან სახიფათო თამაში პირველ რიგში შენ ეროვნულ მეხსიერებასთან და ეროვნულ გენეტიკურ კოდთან შედარებით და მეორე, რომელიც უკავშირდება ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს თქვენი შეკითხვისა, ეს პროცესი მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არის მართვადი თუ იმართება კიდევ რამე განსხვავებული გზებითა და წესით. მოსკოვიდან მე უფრო უხეში ვიქნები. აი ქართული ოცნების ფორმაციას რომ ავიღოთ ჩვენ. აქაც ჩვენ ვხედავთ ევოლუციას ოღონდ არა აღმასვლით, არამედ დაღმასვლით. თავარი დაღმასვლა პირველ რიგში არის ის, რომ ფორმაციიდან ფორმაციამდე, ეტაპიდან ეტაპამდე ოცნების ხელისუფლება, ესეც პირობითი ხელისუფლება არის ოცნების, იმიტომ რომ იქ ნაერთი არის სხვადასხვა გავლენებისა და ინტერესების. ეტავ ამაში მაინც გამართლოდა ჩვენ რომ ერთპარტიული მმართველობა იყოს. ასეც არ არის საქმე. რეალურად, ფაქტიურად იცლებოდა ცოდნისგან და კომპეტენციისგან. და რეალურად აი ხდებოდა დეგრადირება, რასაც ქვია ცოდნაზე, ინფორმირებულობაზე დაფუძნებული პოლიტიკა. დღეს ახლა როდესაც უკრაინაში მიდის ის წარმოებს ის ომი, რაც წარმოებს ის პროცესები, რაც რეგიონში მიმდინარეობს და როდესაც ევრაზიის სამხრეთი ფლანგის გაყოლებაზე ხდება ახალი წონასწორობის წერტილის გამოძებნა, ჩვენ სამართლიანი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, იმიტომ რომ მტკიცებითი ფორმით, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი, რომ იგივე თეზა რო გავიმეოროთ, რომ ის რაც ხდება საქართველოში არის იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ ქართული ამბავი და ქართული ისტორია, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხი. ეს არის მისი გეოპოლიტიკური ორბიტის და რახან ამ რეგიონში დღეს რამდენიმე, უბრალოდ ორი ძირითადი ორზე მეტი შეიძლება ითქვას, მაგრამ სხვადასხვა ბანაკები მოვიდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებულ რეჟიმში, ის რაც ხდება ჩვენ თვალწინ, ეს შეიძლება არც იყოს სულაც ადგილობრივი წარმომავლობის. და ეს იყოს მიღებული დაუშვა დირექტივა, მათ შორის მოსკოვიდან, იმიტომ რომ ყველა აღიარებს უკვე. ჩვენ ვისმენთ პარტნიორებზე როცა საუბრობთ, ხო რომ საქართველოში პირდაპირ უკვე რუსული პოლიტიკა მთავარი ხაზი. ჩვენ ვისმენთ შეფასებებს რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვისმენთ შეფასებებს დასავლეთის მხრიდან. ჩვენ უყურებთ იმას, რომ დასავლური შეფასებები პრაქტიკულად შეიძლება ითქვას იოტისოდენა გავლენის მომხდენიც არ არის რამენაირად რომ ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეიცვალოს. უფრო მეტიც არტოვებს განცდა იმისა, რომ ყოველი ასეთი განცხადება ეგრეთ წოდებულ ოცნების ხელისუფლებას ეხმარება იდეოლოგიური ფაილის გაბევრებაში, რომ რაღაც ეტაპზე მოხდეს იმის დეკლარირება, რომელიც შინაარსობრივად უკვე აქ არის. ზურგით დასავლეთისკენ დეკლარირებაში ამას გულისხმობ. ხო, თავისთავად ცხადია. რაც ისედაც უკვე გვითხრა, როდესაც გასულ წელს ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ წყვეთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, მაგრამ ეხლა არის კიდევ უფრო მეტად დამძიმებული, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ წამყვანი ვიყავით რეგიონში და ეხლა საერთოდ არ სადარო ვართ ამ რეგიონში, სომხეთი, აზერბაიჯანი და ამ დროს სად არის საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩადის და ჩვენ საერთოდ არ განვიხილებით არც ტრამპის არანაირ პროექტში, ხო, მაგალითად, არც დავოსის ფორუმზე მიწვევა ამ სამშვიდობო პროექტს გულისხმობს, სადაც უბრალოდ საქართველო ამოვარდნილი არის აბსოლუტურად ყველას ინტერესიდან და აი ამ უბედურებაში მართლა
უბედურება ეს, იმიტომ რომ ამას წინა ჩემი სტუმარი რო იყავით, მაშინ გავიხსენე კიდეც, რომ მეც ხომ ამ ქვეყანასთან ერთად გავიზარდე, როგორც მოქალაქე და მიწევდა გამეშუქებინა ეს ქვეყანა, როგორ მიდიოდა ევროპულ გზაზე და როგორ ნელ-ნელა ვიმკვიდრებდით, ყოველ შემთხვევაში რეალური შანსი გქონდა, რომ დამკვიდრებულიყავით დასავლურ ორბიტაზე და ახლა მიწევს მხოლოდ იმის გაშუქება, როგორ იზოლირებულები ვართ და ამ იზოლაციაში როგორი მძიმე რეპრესიების გატარება გადაწყვიტა გუნდმა, ვისაც უფყრია ქვეყნის მართვის სადავეები და ეს არის უბედურება. იმიტომ რომ მას მერე ბატონო ვიქტორ, რაც მე მომიწია გამეშუქებინა, რომ მართლა ციხეში გაუშვეს ადამიანები ტროტუარზე დგომის გამო, მე ვარ დარწმუნებული, რომ ყველა გამოცხადება ქვეყნის ამომგდებად, მტრად, ჯაშუშად, ვისაც შეიძლება უბრალოდ მეცნიერი იყოს და თანამშრომლობა ქონდეს უცხოეთის რომელიმე უნივერსიტეტთან, ხო? ან რომელიმე უცხოურ კორპორაციასთან. აქ სამოქალაქო სექტორის არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელი გახდა. ზუსტად ის, რაც ხდება რუსეთში და მე ამიტომ ასეთი თემა მინდა ეხა შემოვიტანო ჩვენ საუბარში. როგორ ფიქრობთ თქვენ გავა ეს დამკვიდრდება, ეს რეპრესიები, ანუ გააჩუმებენ ადამიანებს, იმიტომ რომ აქ ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებზე ხო აღარ ვსაუბრობთ, აქტიური ადამიანები კი არა, მეწარმეებსაც კი განუსაზღვრეს მათი სიტყვის თავისუფლება სადამდე მიდის, უпростоრეთ რომ აღარ გააჩნიათ მათ სიტყვის თავისუფლება, იმიტომ რომ ბიზნესიც კი აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ კი ოცნება ჩათვლის, რომ ის შეიძლება ეხმარება რაღაცა ფორმით ან თუნდაც ტექნიკური ბაზით რაღაცით ხელს აშველებს მათ წინააღმდეგ რაიმე საპროტესტო ოღონდ ეს ამას თუ ჩათვლის ოცნება და ამას ჩათვლის აუცილებლად ოცნება. ეხლა კალენდარული გაგებით თუ ასტრონომიული დრო ყველასათვის თანაბრად გაარბის თუ გადის გლობალურად, მაგრამ განსაკუთრებით დრო მგზნობიარი არის მცირე კომპაქტური ერებისათვის. და მათ შორის ისეთი ერებისათვის, რომლებიც ასეთ რთულ რეგიონში არის. მე ცოტა შორიდან მინდა ისე ოდნავ შორიდან დავიწყო და აუცილებლად მივახლოვდები თქვენს კითხვას. თქვენ ბრძანეთ, რომ ვენსი ჩამოდის რეგიონში. სამწუხაროდ ვენსი ჩამოდის რეგიონში, სადაც საქართველო არ არის. ამას ხო ეს არის ძალიან ძლიერი რეალობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ გეოგრაფიულად რეგიონში ვართ, მაგრამ როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტი, როგორც გეოეკონომიკური ჩვენ რეგიონში არ ვართ. არადა მართლაც ვინ წარმოიდგენდა და განსაკუთრებით, აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 30 წლიანი ისტორიის კაპიტალიზაციაზე, როდესაც აგურ სხვადასხვა ფორმაციებში ავა თუ კარგად იდებოდა ის შენდებოდა ის ისტორია ქვეყნისა, რომელიც უნდა ყოფილიყო მოწინავე, ერთგვარი ვთქვათ, აი ყინულმჭრელი, თავისუფალი, ახალი დემოკრატიული წესწყობილებისა და გასთავარია გეოგრაფიული ფუნქციონალისა. აი დღეს, როდესაც ეს გეოგრაფიული ფუნქციონალი ყველაზე საინტერესოდ შეიკრა, ეს არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასია, ეს არ არის მხოლოდ შავი ზღვა, არამედ ეს არის ცენტრალური აზია. და ჩვენ ხედავთ გაცილებთ უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალს, რომელიც იკვრება პოლიტიკური და გეოგრაფიული ნიშნით, აი ეხლა, როდესაც ჩვენ უნდა გამოგვეყენებია მაქსიმალურად ფუნქცია, როგორც ჩამკეტი ქვეყნისა, დღეს ამ ფუნქციას კარგავთ დღითი დღე და ხდება იმ კაპიტალის გავერანება და განიავება, რომელიც ჩვენ ეხლა ძვირფასად და ძალიან მნიშვნელოვნად გამოგვადგება. მაშინ ერთი წუთით შეგაწყვეტინებთ, ბატონო ვიქტორ, აქვე ჩაგეკითხებით უფრო სწორედ. აი, ამ რეპრესიებით, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება, ხო უფრო უარესად ექცევა ოცნება იზოლაციაში. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთოდ ამოვარნილები ვართ, არც ერთ პროექტში არ განვიხილებით და აღარც კი გვესაუბრებია, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანზე არის, ხო ლაპარაკი? ხო უფრო მეტად იქცევენ თავს იზოლაციაში. თქვენი აზრით რატომ სჭირდებათ რომ პირდაპირ ჩაიჭრას, ანუ წეღარაზეც საუბრობდით, ყველანაირი ურთიერთობა დასავლეთთან? ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დღეს, რომ ოცნებ ამ მართლობას გამოარჩევს სხვა პოლიტიკური რეჟიმებისგან საქართველოში და სხვაშორის რეჟიმი არ არის მადამაინც უარყოფითი სიტყვა ხელისუფლებებისგან, მოდი ასე ვთქვათ. ბევრი რამ გამოარჩევს, თავარი რაც გამოარჩევს, ეს არის ცოდნისა და კომპეტენციის მწვავე დეფიციტი. თუმცა მე მგონია, რომ ცოდნის თუნდაც ამ დეფიციტის პირობებში
შეუძლებელი არის, რომ ვისაც დღეს ფაქტობრივი ხელისუფლება აბარია, არ ესმოდეთ ამ პოლიტიკის მავნე შედეგი. მაშინ რაში არის მიზეზი? სწორედ შეიძლება მიზეზი იყოს იმაში, რაზედაც მე და თქვენ საუბრობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად შეგნებული, გამიზნული. ამის ნიშნები გამოჩნდა სხვათა შორის უკრაინაში ომის დაწყებამდეც, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამ განსაკუთრებით დააჩქარა ეს პროცესი, ვინაიდან ის გადალაგება დაიწყო რეგიონში, ძალიან დიდ რეგიონში, რომელსაც პოსტსაბჭოური სივრცე ჰქვია და ჩვენ აღმოჩნდით, როგორც ერთხელ უკვე ვთქვით ამ საუბრის განმავლობაში, იმაზე უფრო მეტი ისტორია და ამბავი, ვიდრე საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები. ამდენად არ მტოვებს ეს განცდა, თუმცა იმ დათქმას ვაკეთებ აბსოლუტური, ესე ვთქვათ, პროფესიული განცდით, რომ ჩვენ დღეს არანაირი მტკიცებულება სამისოთ არ გვაქვს, მაგრამ აქვე მე მაგ ჩემთვის მტკიცებულებაა თითეული მათი განცხადება ყობახიძის განცხადებიდან დაწყებული. მაგრამ ალბათ შინაგანად უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ასტუ შორეულ წარსულში ისტორია ჩვენ საკმაოდ უსიამოვნო ფაქტების წინაშე დაგვაყენებს, თუ რა ხდებოდა ჩვენს აწმყოში, რა ხდებოდა ამ რეალობაში და ეს დაშვებები ვშიშობ შეიძლება იქცეს ძალიან მყარ ფაქტობრივ გარემოებებად. ეხლა კიდევ ერთხელ აი რეგიონთან დაკავშირებით, ამიტომაც ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა რეპრესიული კანონმდებლობა, ეს არის დასაგმობი, რა თქმა უნდა ინსტიტუციური მოშლა არის დასაგმობი, მაგრამ ყველაზე მთავარი უარყოფითი შედეგი არის ის, რომ ჯერ ჩვენ არ შემდგარი სახელმწიფო ქვეყნიდან ვიქეცით გეოგრაფიად. ესე იგი ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ნაბიჯი გადაგვედგა წინ და ქცეულიყავით ჩამკეთ სახელმწიფოდ, ჩვენ ქვეყნიდან გადმოვედით გეოგრაფიის კატეგორიაში, თან გეოგრაფიაში, სადაც ასე ვთქვათ, აბსოლუტურად გაუგებარი ინტერესების ასე ვთქვათ, დინება შეინიშნება. ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი პრეტენზია, რბილად რო ვთქვათ, პრეტენზია, რაც ჩვენ შეიძლება წავუყენოთ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა როგორც ფუნქციური, გეოპოლიტიკური ფუნქციური და გეოეკონომიკური ფუნქციურად მქონე აქტორი თანდათანობით ჩამოიშალა და ამოიშალა რეგიონის მე ვფიქრობ, რომ ისტორია დაარქმევს მაგაც. აქედან გამომდინარე აი თქვენ რო დანაშაული, ისტორიული დანაშაულია, რასაც ეს ასე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მე ღრმად მჯერა, რომ რატომ მჯერა, რა გაძლევთ მე პირველ რიგში რწმენის საფუძველს მაძლევს არა მარტო ის, რომ ჩვენი განწყობა საქართველოს მოქალაქეების არის მტკიცე, რომ ჩვენ აღვიდგინოთ ჩვენი თანასაკუთრება ქვეყანაზე, არამედ თვითონ სისტემა გაიხლართება საკუთარ წინააღმდეგობებში. აი მე ამის განცდა არ მტოვებს, რომ იმდენად აი როგორც გაიბლანდება, თქვათ, იმ დაპირისპირებაში, რაც ასე თვალსაჩინო და ასეთი თვალნათელი გახდა თვითონ სისტემის მესვეორებს შორის და ეს აუცილებლად გამოიწვევს კოლაფსი, შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არის, მაგრამ აუცილებლად გამოიწვევს ამ თავის დასასრულს და ახალი თავის დაწყების აუცილებლობის წინაშე დავდგებით, ადრე თუ გვიან სასურველია, რაც უფრო მალე, მით უფრო უკეთესი. ჩვენი მთავარი ამოწყდა ალბათ ეხლა არის, რომ როდესაც ეს მომენტი დადგება, მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ იმ მომენტისათვის. მომზადება მათ შორის ნიშნავს იმას, რომ შევირნაჩუნოთ თავისუფალი აზრის და დემოკრატიის კუნძულები. აი ეს სტუდია შევირნაჩუნოთ, ეს მედია შევირნაჩუნოთ. ძალიან გაჭირდება. ის სამოქალაქო სექტორი შევირნაჩუნოთ. ძალიან გაჭირდება, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ რამენაირად. შემდეგ, როდესაც ჩვენ მოგვეცემა მეტი რესურსის საშუალება და მეტი პოტენციალის, გაათმაგებული სიჩქარით და გაათმაგებული ენერგიით, ვაქციოთ საქართველოს არა მარტო სახელმწიფოდ, არამედ ინტელექტუალურ ჰაბად რეგიონისათვის და ინტელექტუალური ჰაბი გამომდინარეობს იმაში, რომ სწორედ რომ სამხრეთ კავკასიური გეოსტრატას ფორმირებაში ჩვენ ახალი ინიციატივებით და ახალი პროექტებით მივიღოთ ძალიან ქმედითი მონაწილეობა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გადავახვევდი ჩემს გონებაში წარსულს, სულ უახლოეს წარსულს, რა არის, არაფერიც არაა 13 წელი, ხო, ისტორიისთვის გულისხმობ ოცნების მმართველობის წლებს და წინა ხელისუფლებას რაც არ უნდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ძალიან მძიმე რაღაც ბევრი ფაქტი, რომელიც გააპროტესტა თავის დროზე ამ მომრჩეველმა და ამიტომ დამარცხდნენ საპარლამენტო არჩევნებში 2012-ში. აი რასაც ქვია საქართველოს ისტორიული არჩევანი და დასავლური კურსი და ის რომ საქართველო იყო მართლა რეგიონში გამორჩეული და საამაყო იყო ეს ჩვენთვის, ამას ნამდვილად ვერ წაართმევს, ვერ
უერავინ წინა ხელისუფლებას, რაც არ უნდა კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და დღეს ჩვენ სად ვართ, რაღაც მაჩანჩალა მდგომარეობაში აღარ ვართ, საერთოდ არსად აღარ ვართ და კიდევ ერთი არის რა, სააკაშვილზე, რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკონ და ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე მე თვითონაც, ის კანონები, რასაც დღეს იღებს ივანიშვილი და მისი პარტია სააკაშვილს რომ მიეღო, უბრალოდ ივანიშვილი პოლიტიკაში ვერ შემოვიდო და იმიტომ რომ ის მეწარმეები არ მეთანხმებით, ხო სწორი ვარ. ანუ ის კანონები, რასაც დღეს აკანონებენ, ივანიშვილს უბრალოდ საშუალებას არ მისცემდა რომ პოლიტიკაში შემოსულიყო. და ესეთი კანონები არ მიუღია არა და წინა ხელისუფლებას რამდენადმეზე ვედავებით, ხო ადამიანის უფლება. ყველაზე მთავარი უფლებაც კი არჩევნებში დამარცხება აღიარა და მშვიდობიანად მოხდა. მეც არ მჯერა, რომ 13 წლის თავზე ჩვენ გვიწევს ამაზე საუბარი. აი, ეუთომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი ამოქმედა. ეს მოსკოვის მექანიზმი რამდენადაც მე წავიკითხე და მე ნაკლებად გავერკვია, არ ითვალისწინებს არც სანქციას დაუშვათ რაღაც სამართლებრივ ჩარევას, მაგრამ ეს არის უმძიმესი პოლიტიკური სიგნალი, ხო? და მათ საფუძველზე, აი ამ ექსპერტული მისიის ანგარიშის საფუძველზე შესაძლებელია ძალიან მძიმე რეაქციები მოყვეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. განმიმარტეთ ეს რა, რას ნიშნავს? აუცილებლად განმარტავ ძალიან გასაგები ენით ჩვენი მსმენელისათვის და მაყურებლისათვის დასავლეთის ფაქტორთან დაკავშირებით ორიოდე წინადადებით. დასავლური არჩევანი არ არის მხოლოდ გემოვნების არჩევანი და მხოლოდ ის რომ ასე მინდა. დასავლურ სისტემაში ინტეგრირება სხვათა მათ შორის არის ჩვენი წინაპირობა დანარჩენ სამყაროში ჩვენი ინტეგრირებისა, იმიტომ რომ ამ ზურგის გარეშე ჩვენ სხვა გეოგრაფიებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ვესაუბროთ, უნდა ვივაჭროთ, უნდა ვიურთიერთობოთ. ამ ზურგის გარეშე ჩვენ იმ ურთიერთობებში ასე თამამი ვერ ვიქნებით. ამიტომ ეს არის ჩვენი პრაქტიკული საჭიროების, აი როგორ გითხრათ, იცით, ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რასაც ჩვენ უნდა დავეღრნოთ, რომ თამამად სახით ვიყოთ აღმოსავლეთთანაც, სამხრეთთანაც, ჩრდილოეთთანაც სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საყრდენი. და ამ საყრდენის გარეშე ჩვენ იმდენად მოშიშვლებული ვიქნებით, იმდენად დაუძლურებული ვიქნებით, რომ გლობალიზაციაზე, ინტეგრაციაზე, განვითარებაზე, სხვადასხვა პოლუსებთან ურთიერთობაზე საქართველოს გადმოსახედიდან საუბარი იქნება უბრალოდ შეუძლებელი. ჩვენ არ გვექნება რესურსული ბაზა, ის საყრდენი, რომელიც ჩვენ ასეთი თამამი დიალოგის წარმოების საშუალებას მოგვცემს. არა და ვიყავით წელგამართულები. როგორც ქვეყანა ვიყავით წელგამართულები, რაც არ უნდა გვეკრიტიკებინა მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენ ვიყავით წელგამართულები და დღეს ვხედავთ ინსტიტუტების ნგრევას უბრალოდ წარმოუდგენელი. აი რეფორმე მაგალითად გადავხტი ახლა ბოდიში, მაგრამ ისევ მინდა რომ ამ თემას მიუბრუნდე, რაზეც წეღავს მოსკოვის მექანიზმს. ხო, მე მოსკოვის მექანიზმი მინდა მიუბრუნდე, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რეფორმებს ვატარებთო, აი იმდენად ხალხს არაფერს ეკითხებიან, იმდენად ხალხი და იმდენად თუნდაც სფეროს წარმომადგენლების აზრი არ აინტერესებთ, რომ დღეს გვიცხადებენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს ვაერთიანებთ და აღმოჩნდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ ეს თვითონაც ეხლა გაიგო. გუშინ გაიგო, ანუ იმდენად ადამიანებს აზრს არ ეკითხებიან და უკაცრავად კითხეთ ჩვენ აზრი, ჩვენ ეს დაფიქსირებული გვაქვს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ჩვენთვის საგარეო არჩევანი და ჩვენ ქვეყანას რომელ ორბიტაზე ვხედავთ. მოდით მიუბრუნდეთ მოსკოვის მექანიზმს. ესე იგი ჩვენ რახან დასავლეთის პრაქტიკულ სარგებლიანობაზე შევთანხმდით და აქ შესათანხმებელი დიდაც არაფერი არ ქონდა, ეს არ არის გემოვნების საკითხი ვიმეორებ, ახლა რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს. მოსკოვის მექანიზმის ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, იურიდიულად სავალდებულო არ არის, სარეკომენდაციო ხასიათის არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივად დევნა აღიძრება ვინმეს მიმართ, მაგრამ ამას აქვს რამდენიმე იმპლიკაცია, რამდენიმე განშტოება. პირველი არის ისევ სამართლებრივი, რომ საერთაშორისო ინსტანციებში განხილვისას, სადაც მოპასუხე შეიძლება იყოს ქართული მხარე, მისი ხელისუფლების ან თანამდებობის პირის სახით, ეს დასკვნა შეიძლება გამოდგეს როგორც ერთ-ერთი მტკიცებულებითი საბუთი.
ეს ერთი რაც შეეხება სამართლებრივ, ეს განსაკუთრებით ეხება მძიმე დანაშაულებს, რომლებიც განჟადი არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსი. ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ ჯერ მადლობა ღმერთს იქ არ ვართ ამ ჩადენილი ქმედებების მიხედვით, მაგრამ რო განმარტოთ მისი სამართლებრივი დატვირთვა. რაც შეეხება დიპლომატიურ დატვირთვას, როდესაც საუბარი არის სანქციების ამოქმედებაზე, გამკაცრებაზე ან დამატებითი სანქციების შემოღებაზე, ის ქვეყნები, რომელთა განხილვის დღის წესრიგში იქნება სანქციების ამოქმედება, არ ამოქმედების საკითხი, ასევე ამ დასკვნას აუცილებლად მოიშველიებენ და დაეყნობიან, როდესაც გადაწყვეტილება იქნება დიახ სანქციებს. და უფრო მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სანქციების. ამიტომ რომ ეს ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო არ არის ძალიან ისეთი მაღალი სინჯის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი. და პოლიტიკური მიმართულება, როდესაც საუბარი იქნება ქვეყნის შიგნით მდგომარეობის შეფასებაზე, ეს ადამიანის უფლებები თუ სამართლის უზენაესობა, ასევე ეს დასკვნა იქნება მხედველობაში მიღებული. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მავალებელი, ყისიერი, იურიდიული შედეგისა და ეფექტის მატარებელი, მისი განშტოება საშუალოვადიან პერსპექტივაში, ან გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ძალიან საგრძნობი და ხელშესაძლებელი. კი ბატონო, ბატონო და რეპუტაციული კიდევ ისედაც რეპუტაციულად იმდენად დაზიანებულია ქართული ოცნება, რომ არც ერთ ფორმატში არ ხვდება, არც ერთი პარტნიორი არ უჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, არსად არა ამათი ადგილი და ეხლა ამ ანგარიშის შემდეგ, ამ მოძიების შემდეგ შესაძლებელია უმძიმესი რეპუტაციული ზიანი კიდევ დაემატოს, ხო? ქართული ოცნების რეპუტაციული რისკი იმდენად არ მაღელვებს, რამდენადაც ქვეყნის, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ძალიან აი თქვათ, როცა ჩვენ რისკებზე ვსაუბრობთ, ესეთი შეფასებები სხვა რომ არაფერი, არა მარტო პოლიტიკურ სიბრტყეში მოქცეული შეფასებები არის, არამედ ქვეყნის აი რეპუტაცია რო ახსენეთ თქვენ, მისი საინვესტიციო იმიჯის, მისი ბიზნეს პოზიციონირების, ეხლა ჩვენ ბიზნეს თემებს ხშირად ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში და ძალიან მიგვირს ქართველი ბიზნესმენების და ყოველთვის ამ კითხვას ვახმოვანებ. ასე მოგწონთ ამ მდგომარეობაში ყოფნა, ასე ქაკმაყოფილებთ, იგივე ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით ის ფული, რომელსაც თქვენ მოიზიდავთ და რომლის აწევით ხართ დაკავებული ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, აი ამ შეფასებების გამოისობით, ამ დასკვნების გამოისობით, ფულზე ცვლომა თუ არ გადაიკეტება, სუმცირე გაძვირდება. ეს გაძვირებული ფული მე აისახება გაძვირებულ ბიზნეს წარმოების პროცესში და შემდეგ ეს ისევ გადადის მოხმარებლების შემდეგ დაგიბარებს სულში ბიზნესმენს და მოხმარებლის ხრებზე და გაზრდილ ფასებში. ეხლა მე ვარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მჭირდება. ამიტომ ამ სამყაროში გულის მოსაგება. ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული არის. და არ არსებობს არც ერთი მოვლენა, არც ერთი დასკვნა, არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცალკე ამოგდებულად კონტექსტიდან ამოგდებულად იქნას განხილული. ბატონო ვიქტორ, ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ აი ამ იგივე ამ რეპრესიების კონტექსტში. შესაძლებელია, ანუ სულ სხვა ჩვენს ბევრს ფიქრობ ხოლმე, ყოველი ახალი რაღაც სიგიჟე გადაწყვეტილება, როდესაც ცხადი ხდება, საჯაროდ გამოაქვთ, სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი რა უნდათ, ბოლოს და ბოლოს რა უნდათ. ჩემი ერთი პასუხი წეგან კი გითხარით, რაზეც მე ვფიქრობ, უნდათ რომ საბოლოოდ ჩაიჭრას ყველანაირი კავშირი დასავლეთთან და მართლა იზოლაციაში, მართლა კრემლზე მიბმული გახდეს ეს ქვეყანა საბოლოოდ, მაგრამ შეიძლება დაუშვათ ასეთი ვერსია, დღეს ხომ იყვნენ აქ ჩამოსული კონგრესის დელეგაცია მხედველობაში, ოპოზიციასაც რომ შეხვდნენ და გამოდიოდნენ იქ ოპოზიციური პარტიის ლიდერები და კომენტარებს აკეთებდნენ, რომ მათ ყველამ გადასარევად იცის. თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მუდმივი კონტაქტი გაქვთ დიპლომატებთან, პარტნიორებთან, რომ მათ ყველა ინფორმაცია მართლა ჩვენზე კარგად და ჩვენზე შეიძლება უფრო ადრეც იციან. შეიძლება ეს რეპრესიული დაჭერა უკავშირდებოდეს ასეთ გეგმას, რომ რაც შეიძლება უფრო სიგიჟეები ვაკეთო, რომ ბოლოს და ბოლოს დამისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ბოლოს და ბოლოს განმიხილონ როგორც ერთ-ერთი მოთამაშე, ოღონდ მიმიღონ ისეთი როგორიც ვარ, ერთი პარტიით პარლამენტში, ერთ კაცს დაქვემდებარებული, ხო რა, ესეთი ავტოკრატია გაფორმებული, ოღონდ უნდა მიმიღონ. სწორი შეკითხვა არის და ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გაეცეს შემდეგი სახით ჩემი აზრით. კი, ყველა ინფორმირებული არის, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩვენ ამით რა შეღავათი.
დრო გადის, პროცესი იღებს ესეთ ხასიათს, როგორსაც იღებს, ზარალდებიან კონკრეტული ადამიანები, იმსწრება კონკრეტული მოქალაქეების ბედი, ზოგი სატუსაღოსში, ზოგი ქონებრივი ზიანის სახით, ასე რომ რა შეღავათი ამით. პირველ რიგში ალბათ ეს სიჯიუტე სწორედ ამაშიც გამოიხატება რა, რომ აი ჩემი ხასიათის და მიხედვით და დანარჩენი, არ მინდა ეს თქვა ახლა განვარცო ექთება. ეს პირველი ეს არის, რომ აი შენში გატეხონ ეს წინააღმდეგობის უნარი, ჩათვალონ, რომ ეს ყველაფერი არის უპერსპექტივო. ალბათ ყველაზე მთავარი შედეგი ამ პოლიტიკის, რაც ამ პოლიტიკის მესუღურებს აქვთ დასახული, დათესონ უიმედობა. აზრი არ აქვს ბრძოლას, რომ ხელი ჩააქნევინონ. და თქვენს და მე, ჩვენს გარემოში სხვადასხვა მიკრო იმაში ხშირად ვებძვით, ხო, ასეთ განცდებს, როცა იქეთ მოუწოდებთ, რომ არა უიმედობას, არა უპერსპექტივობას. ეს ალბათ არის ერთ-ერთი, ეს ვთქვათ, მთავარი მამოძრავებელი, თუ შეიძლება ითქვას, ამ მიდგომის. ეხლა სხვა მხრივ, როცა ჩვენ საუბრობთ, რომ აი დასავლეთთან ქართული ოცნების ურთიერთობებზე არ გამოვრიცხა, მოდი ჩვენ ვთქვათ ძალიან ობიექტურად და გულწრფელად, ჩვენ უგამოვრიცხავთ ისეთ ალბათობასაც, როცა ჩვენ ვუყურებთ მსოფლიო კონიუნქტურას და როცა ჩვენ ვუყურებთ იგივე დასავლურ მიდგომას და დასავლური მიდგომა დაწყებული სხვადასხვა დოკუმენტებში დეკლარირებით, რომ ჩვენ საშინაო საქმეებში, ის თქვა, რეჟიმების გადაწყობით და პოლიტიკური ფორმაციების გადაწყობით არ დავკავდებით, არამედ შეიძლება შემოვიფრთხილოთ საჩვენო საშუალო შედეგით, შეიძლება რაღაც დროის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ოცნების მესვეურთა გონებაში ასეთი ალგორითმიც ტრიალებდეს, რომ უშედეგობა, უპერსპექტივობა, უიმედობა, უმოძრაობა აი ამ წინააღმდეგობისა აიძულოს პარტნიორები, კონტრაგენტები, არა პარტნიორები, არამედ კონტრაგენტები, რომ ერთხელ და საბოლოოდ თქვან, რომ დიახ, შენ ხარ პასუხისმგებელი ფაქტობრივად ამ სივრცეზე, ამ გეოგრაფიაზე და მაშასადამე მოდი დავждეთ და დავილაპარაკოთ. აი სწორედ ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით, აი შეხვედრები, რომლებიც თქვენ ახსენეთ დღეს სტაფერებთან, აპარატის წარმომადგენლებთან, ოპოზიციის მხრიდან, იცით რაში არის კიდევ არსებითი ამ შეხვედრების ისადები, არ ვიცი ამაზე იყო თუ არა საუბარი, არა მარტო არსებული შეფასებით დაკავდნენ საუბრებში, არამედ აუცილებლად მოახდინონ ვიზუალიზაცია სხვა საქართველოსი. რას გულისხმობ, რომ ცვლილებების შემდეგ ეს ქვეყანა იქნება აი ასეთი. და პრაქტიკულ ჭრილში ეს შენთვის ამერიკელი იქნება თუ ევროპელი ნიშნავს ამას და ამას. ეს ყველაფერთან ერთად გადის არა მარტო იდეალებზე, რომლის მიმართაც დღეს ყველა ყრუდაბრმა გახდა, არამედ პრაქტიკული სარგებლის, პრაქტიკული ფუნქციონალური სარგებლის იმაზე, იმიტომ რომ ეხლა არ მინდა ძალიან დაწვრილმანდე, მაგრამ ეს სარგებელი მათ შორის გადის შემდეგ თემაზე. დასავლეთი დღეს გვეუბნება ასეთ ქცევის წესგვთავაზობს. მე შენზე უნდა მოვახდინო კაპიტალიზაცია. მარტივად რო ვთქვათ, უნდა გავაკეთო ფული. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენც გამდიდრდეთ და ვაკეთოთ ფული ამ ურთიერთობების შედეგად, მაგრამ ფულის კეთება მარტო ფულთან დაკავშირებული თემა არ არის, ეს არის ეკონომიკური ინტერესები, რომლებსაც მოყვება მათ შორის უსაფრთხოების მექანიზმები, იმიტომ რომ როდესაც ხარ საჭირო, როდესაც ხარ სასარგებლო, როდესაც შენი ხმა შეგაქდა გარკვეულწილად იმ დიდ სააქციო საზოგადოებაში ერთი აქციის მჭერელი მაინც ხარ, გარკვეულწილად ეს არის, ეს თქვათ, აი უსაფრთხოების მომეტებული გარანტიები, არა აბსოლუტური უსაფრთხოება. კი ბატონო. თანამედროვე სამყაროში აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს, მაგრამ მომეტებული უსაფრთხოების გარანტიები კი, ჩემი აზრით, დღეს ქართული ოპოზიციის ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს პრაქტიკული, სარგებელზე ორიენტირებული ენით დასავლელ პარტნიორებთან საუბარი. არა იდეალებზე, არა პრინციპებზე, არა ფასეულობებზე, არამედ სწორედ კონკრეტულად მე შენ რა მიგაქვს ჩემგან და მე რა მომაქვს შენგან. დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ფაქტი არის, რომ ჯერჯერობით ჩვენ ახლა რეჟიმშიც ვარ, მათ შორის მარტო ცალკე აღებულს არც მედიას გულისხმობ, არც სამოქალაქო სექტორს, უკვე აღარც პოლიტიკურ პარტიებს, მთელ ქვეყანას გულისხმობ, გადარჩენის რეჟიმზე ვართ ყველანი გადასული, იმიტომ რომ სად მიყავთ ეს ქვეყანა გადარჩენაში გულისხმობ მთელი ქვეყნის გადარჩენის. შეიძლება ახლა თქვენ და მე გვისმენდეს ვიღაც მაყურებელი და
ფიქრობდეს, რომ აი სულ არ მადარდებს თქვენ რა რეპრესიებზე საუბრობთ, მე არ შემეხება, მაგრამ თვითონ ოცნების წიაღში განვითარებულმა პროცესებმა ჩვენ დაგვანახა, რომ მათივე სამართალი ბრჭყალებში მათივე წარმომადგენლებსაც ადგებათ, ხო? და ეს შეეხება, ეს რეპრესია შეეხება ყველას. შეიძლება ხვალ ვიღაც აღმოჩნდეს სოციალური რაიმე ტრანსპორტის მგზავრობის გადასახადით უკმაყოფილო, გააპროტესტოს და უცებ ისიც აღმოჩნდეს დამნაშავე, გამოაცხადოს დამნაშავედ სახელმწიფო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნახევარი საათი, რომელიც ჩვენ ახლა ერთად გავატარეთ, ეს იყო ურთიერთგადარჩენის ნახევარი საათი და მათ შორის, როცა ჩვენ საუბრობთ უპერსპექტივაზე და უიმედობაზე, იმედის კუთხით და პერსპექტივის კუთხით ჩვენ მსმენელსა და მაყურებელს დღეს ძალიან საჭირო და სწორი მასალა მივაწოდეთ. მადლობა დიდი, წარმატება მინდა გისურვოთ, დაგემშვიდობები და